Ბრუნდებით ეთერში განვაგრძობთ ჩვენს გადაცემას. შემოგვეთა მეორე სტუმარი, ნოდარ კაპალაძე, სტატისტიკის სპეციალისტი. დიდი მადლობა ბატონ ნოდარ, რომ მოხვედით ჩვენთან ამ სიცხეში და როგორი თემა მინდა შემოგთავაზოთ. ჩვენ ხედავთ, რომ დასავლეთი ერთობლივათაც და ცალ-ცალკეც ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი გამეცადინებულია და თქვენს მათ წინასწარ, რომ ეგრეთ წოდებულ მეორეულ ტარიფებს დაუწესებენ რუსეთს, საკმაოდ მკაცრ, ანუ იმ ქვეყნებს, რომლებიც ვაჭრობენ რუსეთთან და ხა თავის რო გავანებოთ ევროკავშირს, რომელიც ვაჭრობს რუსეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ასევე ვაჭრობს რუსეთთან, სომხეთ განსაკუთრებით ნავთობზე იყო და ენერგომატარებლებზე აქცენტი, აი სტარმერმაც თქვა, რომ მოგვბაძეთო ჩვენ ვაპირებთო ეს დავაწესო და თქვენს დააწესეთო. სომხეთი მარაგდება 100%-ით ენერგომატარებლებით რუსეთიდან. აზერბაიჯანი მარაგდებოდა საკმაოდ მსუყედ და აი ამ განხეთქილების შემდეგ რუსეთმა დაჟის მიზნით 50%-ით შეამცირა ხო თუ აცდები ნავთობის მიწოდება და რა სასჯელია ეს მაშინ რა უნდა ქნან ამ სახელმწიფოებმა. ნუ გასაგებია ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთიც თუ ვაჭრობს რუსეთთან და ამერიკის შეერთებული შტატები რაღაცნაირად ამას დაარეგულირებენ და თავიანთ სანქციებს არ დაუწესებენ, მაგრამ დანარჩენ ქვეყნებზე ეს როგორ აისახება, პირველ რიგში როგორ აისახება ეს ჩვენზე. მოგესალმებით, მივესალმები თქვენ სვენელს და მაყურებელს. პირველ რიგში კეთილი იყოს ჩემი ფეხი, პირველად დავარ ამ სტუდიაში, ახალ სტუდიაში და მინდა ეს კითხვა, ამ კითხვაზე მე ადრე მქონდა პასუხი და პასუხი პრინციპში უცვლელია რა. მეორეულ სანქციების დაწესება იქნება ეს თუ პირველადი სანქციების თუ რაც იქნება მთელი ამ სანქციების პოლიტიკა. ჩვენ საქართველოს 2022 წელს, როდესაც განსაკუთრებით ძლიერი იყო მოთხოვნა ამ სანქციების პოლიტიკაზე მიერთების, საქართველოს მთავრობა მაშინ სასახად განაცხადა, რომ საქართველოს ამ სანქციების პოლიტიკას ვერ მიუერთდებოდა, რაც სრულიად გასაგები და ახსნადი იყო. მაშინ მე გავაკეთე განგარიშება თუ რა შედეგები შეიძლება მოყოლოდა ამას. თუ სანქციებს შევერთებოდა. სანქციებთან შეერთება ნიშნავდა, რომ რუსეთს საერთოდ უნდა ამოგვეღო ჩვენი საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორების სიიდან 2022 წელს. და ელემენტარული გათვლებით, ძალიან ზედაპირული გათვლებით აღმოჩნდა, რომ იმ წელს 10.8% ეკონომიკური, რეალური ეკონომიკური ზრდის ნაცვლად საუკეთესო შემთხვევაში გვექნებოდა 4%-იანი ვარდნა. უარეს შემთხვევაში 14%-იანი, 17%-იანი ვარდნა, 14%-იანი ვარდნა. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია, ხო და ამდენად საქართველოსთვის ეს ეგზისტენციალური პრობლემა იქნებოდა. ვინაიდან საქართველოს კიდევ ვიმეორებ, არის იმპორტდამოკიდებული ქვეყანა, მაგრამ იმპორტდამოკიდებულება ერთია და არის მეორე პრობლემა კიდევ. საქართველოში იმპორტირებული ხორბლის პროდუქციის 99%, თითქმის 100% რა, არის შემოდის რუსეთიდან. სცენარიული ზეთის 80% და მაკარონის ნაწარმის ერთად ნაწილი 60%-ამდე თუ რაღაც ასე იყო და იგივე სურათია შენარჩუნებული ახლაც. ეს 2022-23 წლებში ასე იყო, ახლაც ესეა შენარჩუნებული. საწვავის 50%-ზე მეტი, საავტომობილო საწვავის ავტოპროდუქტების 50%-ზე მეტი. ბუნებრივი გაზიც კი შემოდის თითქოს აზერბაიჯანიდან, მაგრამ მაქვს ვიჭირო ეს რუსული ბუნებრივი გაზი არის. მაგრამ ისე როგორც ნავთობი, ისე როგორც ევროპის. მოკლედ. ეს არის საქართველოსთვის ეგზისტენციალური პრობლემა. ვინმე შეიძლება გითხრას, რომ კი ბატონო თქვენ ნადექით ახლა და სხვა მოწოდებული და შემოდგენილი დივერსიფიცირებული რატომ რაღაც უყვართ ხოლმე ესეთი ტრამპლინებიანი სიტყვების თქო დივერსიფიკაცია და სხვადასხვა კაცია და აცია და იზმები, მაგრამ საინტერესო ის არის რომ ხორბალი დაუშვათ ხომ? საიდან მოგვაქვს ფიზიკურად? იყო ეგეთი შემთხვევა 2006 წელს, როდესაც ესეთი ჯაშუშების სკანდალის შემდეგ საქართველოს და რუსეთს შორის დაიძაბა ურთიერთობები, დაიხურა ყველაფერი
და ამის შემდეგ დაიკეტა მოწოდება რუსეთიდან ხორბლის, მაგრამ თუ ფინანსთა სამინისტროს საიტზე არის საბაჟოს მონაცემები, სადაც არის შემოტანილი პროდუქციის იმპორტ-ექსპორტის ფიზიკური მოცულობა და ღირებულება. ფიზიკური მოცულობა და ღირებულება HS კლასიფიკატორის 11 ნიშნა კოდების დონეზე. აქედან ამოვიღეს მონაცემები და აღმოჩნდა, რომ ხორბლის შემოტანა რუსეთს ჩაენაცვლა ყაზახეთი და უკრაინა. მაქვს ეჭვი, რომ ეს რუსული ხორბალი იყო, მაგრამ ყაზახეთს აქვს ხორბალი? აქვს, მაგრამ მაინც არა იმდენი, რამდენიც რუსეთს. მაგრამ სამაგიეროდ ამას მოყვა პურის ფასების 17%-იანი ინფლაცია, ხორბლის პროდუქტების ფასების 17%-იანი ინფლაცია 2007 წელს. მსოფლიო ბაზარზე ესეთი რამ დაფიქსირებული მაშინ არ ყოფილა. პროდუქტების ეს ჩვენთან დაფიქსირდა, ვინაიდან ლოგისტიკა დაერქვა. სხვა ესეთი პრადვინუტულიანით რო ვთქვა. ლოგისტიკის დარღვევის გამო 17%-იანი კი ბატონო. 2008 წელს გაგრძელდა ეს ინფლაცია და 17%-ით გაზრდილი ფასები კიდევ 15%-ით გაიზარდა. და შემდეგ შენარჩუნდა ამ დონეზე. ანუ პურის ინფლაცია, ზეთის ინფლაცია, შაქრის ინფლაცია, ფასების და აი ამ პროდუქტებზე, კარტოფილის და ასე შემდეგ, ამას ქვია სიღარიბის მაგენერირებელი ინფლაცია. შავხიზილალაზე ფასები თუ გაიზრდება 1000%-ით, ეს საზოგადოების ფართო ფენებზე მაინც დიდასახვას ვერ პოებს, ვინაიდან შავი ხიზილალა საშუალო ფენის და ღარიბი ფენის მოსახლეობის დიეტის კომპოზიციაში არ შედის. არა შავი ხიზილალა, მაგრამ პურზე ფასების 1%-იანის დასკი უკვე სერიოზული პრობლემა არის შედარებით ნაკლებად შეძლებული ფენებისთვის. ანუ ეს არის სიღარიბის მაგენერირებელი ინფლაცია, რომელიც გარდაუვალი არის აი ასეთი მნიშვნელოვანი პარტნიორის ამოვარდნის შემთხვევაში. მაგრამ ნუ ახლა ვინმე იტყვის, რომ მე რას ვაკეთებთ, კაცო, მოვიყვანოთ ხორბალი. მოვიყვანოთ ხორბალი და ასე შემდეგ. კი ბატონო. კი ბატონო. გეთანხმებით სრული 100%-ით გეთანხმებით, რომ რეალური ეკონომიკის და არის ერთადერთი გამოსავალი აი ამ რასაც ძირითადად უძლებს ახლა თურქეთი ფაქტობრივად. მაგრამ ეს რეალური ეკონომიკის განვითარება ერთ და ორ დღეში არ ხდება. არა, ოდესმე ხომ უნდა დაიწყოს. ოდესმე უნდა დაიწყოს, მაგრამ პირველ რიგში ამას უნდა დაიწეროს გეგმა. როგორ უნდა განავითაროს ეს ეკონომიკა? სოფლის მეურნეობა იქნება დამამუშავებელი მრეწველობა იქნება თუ რა იქნება ყველაფერი რა. მე ესეთი გეგმა არ მინახავს დაწერილი. ხო. ხოლო როდესაც აშენებს სახლს, ჯერ პირველ რიგში დახაზო პროექტი. თუ პროექტი არ დახაზე და სახლის მშენებლობა დაიწყე დაუშვათ აბაზანის მშენებლობიდან და მე აშენებულ აბაზანას მიაშენეს საბზარეულო და ასე შემდეგ, დამიჯერეთ რაღაც ოთახების გროვა გამოგივათ, მაგრამ ეს არ იქნება გაუდის ან რომელიმე კარგი არქიტექტურის აშენებული სახლი. ესე იქნება რა. ამდენად ასეთი ეს მეორე საკითხია რეალური ეკონომიკის განვითარება. თუ ეს გვინდა, ამისთვის უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი და საკმაოდ მოსაწყენი პროცესისათვის და საკმაოდ მძიმე პროცესისათვის რა. ეს არ არის ერთ და ორ დღეში მისაღწევი ამასანა, მაგრამ პრობლემები, რომელიც აი ამ სანქციებზე მიერთებით დგება, ეს პრობლემები აქ და ახლა დგება რა. და ეს პრობლემები, რომელიც აქ და ახლა დგება, აქ და ახლა მოგვარება საჭიროებს, რომელსაც მოგვარების შანსი არ არის უბრალოდ. ვინაიდან ვერსაიდან ვერ იგი ხორბალი იგივე მცენარეული ზეთი იქნება თუ რა იქნება, ხო? ამას ვერ ჩაანაცვლებ. გარდა ამისა, ახლა რუსეთი საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და არანაკლებია რუსეთისთვის. აი მაგალითად, ახლა თუ მიდიხართ აქედან ჩრდილოეთით ყაზბეგისკენ, დარიელისკენ, ხო? მცხეთიდან იწყება ტრაილერების რიგი და უწყვეტი რიგი არის დარიელამდე. და იქიდანაც ასევე.
ანუ ეს არის ერთადერთი კარიბჭე, რომელიც აი სამხრეთ კავკასიიდან გადის რუსეთში. ახლა აზერბაიჯანიდან გადიოდა იქიდან მეორე გზა დერბენტის გავლით, მაგრამ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაიწყება. მთელი აქედან გადის მთელი სომხეთის სპირტი, თურქეთის სპირტი, ირანის სპირტი და შემდეგ და შემდეგ, ხო? ამდენად ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაგისტრალი არის. და ამის ჩაკეტვა საქართველოს ინტერესებში რატომ უნდა შედიოდეს, ხო? დიახ, და აქ არის საინტერესო კიდევ ერთი მომენტი, როცა მეორეული ტარიფები გულისხმობა, რომ დააზარალებ იმ ქვეყანას და რატო ბრუნვა გვაქვს და საქონელ ბრუნვა გვაქვს ჩვენ და ევროკავშირს, ჩვენ და დიდ ბრიტანეთი, ჩვენ და ამერიკის შეერთებული შტატები. დიდ ბრიტანეთთან დიდი არაფერი, არც ამერიკის შეერთებული შტატებთან დიდი არაფერი, შედარებით ისეთი რაღაც საგზნობი ბრუნვა გვაქვს ევროკავშირთან და ევროკავშირთან ბოლო პერიოდში ევროკავშირიდან იმპორტი არის მკვეთრად მზარდი. ესე იგი 4 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ღირებულება იყო იმპორტი ევროკავშირიდან 2024 წლის მონაცემები წლიური. ხოლო ექსპორტი ევროკავშირში ჩვენგან იყო მხოლოდ 570 მილიონი წლიური ექსპორტი. ანუ სალდო გვაქვს 4 მილიარდი უარყოფითი სალდო ევროკავშირში. რა შემოდიოდა იქიდან? რა შემოდიოდა? უფრო იქიდან შემოდიოდა ეს დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია, დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია, ანუ მზა პროდუქცია შემოდიოდა იქიდან ევროპიდან ძირითადად. რაღაცა საოჯახო ტექნიკა, თქვათ ავეჯი, ტანსაცმელი. ხო, რაღაც ესეთები, მათ შორის შეიძლება ჩანაცვდეს? რას პრინციპში ჩანაცვლებით ახლა ჩინეთიდან ყველაფერი შეიძლება ჩანაცვლდეს. ხო, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ბოლო პერიოდში, აი 2020 წლიდან ევროკავშირიდან იმპორტმა დაიწყო მკვეთრის და ეს აღმავალი ხაზია და 2 მილიარდიდან 4.5 მილიარდამდე გაიზარდა. რის ხარჯზე დეტალური სტრუქტურის ანალიზი არ გამიკეთებია? არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვით ამას, რომელი სასაქონლო ჯგუფის ხარჯზეა, მაგრამ ფაქტია, რომ ორჯერ და მეტად არის გაზრდილი 2020 წელთან შედარებით. იმპორტი ევროპიდან. მაშინ როდესაც ექსპორტი შემცირებულია 720 მილიონი და 570 მილიონი. ჩვენ რა გაგვაქვს? აქედან ზედმეტად ევროპაში გადის სპილენძის მადნები და კონცენტრატები. რაც მათ სჭირდებათ? ხო, ბულგარეთში ყველა იყიდის ამას, ანუ ბაზარს ვიპოვით ევროკავშირის გარდა. ბულგარეთში ღარღანა და ეგ გადის სპილენძის მადნები, შემოდის ჩილედან, მე აქ საქართველოში ემატება აქაური კონცენტრატი, მზადდება კაზმი. და ვითომ ჩვენია? რომელიც გადის მე ბულგარეთში, სადაც არის სპილენძის ეს მეორადი ექსპორტი ავტომობილების არ იყოს. მეორადი ექსპორტი, ეს რეექსპორტი, ეს ალგი ამბავია, ეს ევროკავშირში ნამდვილად არის. არა, მაგრამ აი სპილენძთანაც იგივე სქემა ყოფილა დაახლოებით. კი ბატონო. ეს რაც შეეხება, მოკლედ სალდო არის მკვეთრად გაუარესებადი ევროკავშირთან. ეხლა რაც შეეხება ევროკავშირის წილი რამდენი არის საქართველოს იმპორტ-ექსპორტში. როგორც გითხარით, ევროკავშირიდან იმპორტი მზარდია და შესაბამისად მზარდია წილიც იმპორტის. ხოლო ევროკავშირში ექსპორტის წილი არის მკვეთრად კლებადი. მაქსიმუმი იყო 2015 წელს, როცა ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის წილი იყო მთლიანი ექსპორტის 29% მოდიოდა ევროკავშირის წილად. მაგრამ 2024 წლის მონაცემებით ეს ექსპორტი ევროკავშირში ექსპორტი მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 9%-ია. ეხლა რაც შეეხება DST-ს ქვეყნებს. DST-ს ქვეყნებში 2024 წლის მონაცემებით მთლიანი ექსპორტის 79% გავიდა DST-ს ქვეყნებში. ეს არის როგორც რეექსპორტი, ეს ავტომობილები და ასე შემდეგ, ისევე ეს არის მინერალური წყლები, ღვინო, ხილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგალითად, ხილის 100% საქართველოსთან გასული ხილის 100% გადის რუსეთში. ღვინის 60% გადის რუსეთში. ავტომობილების ახლა გადის ყაზახეთში, რატომღაც, თუ ყირგიზეთში ბოლო პერიოდში.
ავტომობილების ექსპორტი, ну გასაგებიაც არის. ხო? და რამდენად გადამწყვეტი პარტნიორია ჩვენთვის ევროკავშირი, ძნელად სათქმელია რა. ხო, ევროკავშირიდან იმპორტი აი ამ სანქციებით არ ეზღუდება. და ჩვენგან ეს ექსპორტს რა ბედი შეიძლება ელოდეს? თუ ამას არ ეხება. არც არაფერი არ არის, ვერც იგზნობს საქართველოს 500 მილიონი ცოტაა? არა, ცოტა არ არის, მაგრამ მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 9%-ია ეს. ანუ მთლიანი არა, ბევრი არ არის. ეხლა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიცია ევროკავშირთან ურთიერთობის, ეს არის ფულადი გზავნილები. ევროკავშირიდან 2024 წელს მთლიანი ფულადი გზავნილების 53% მოდიოდა ევროკავშირის სილად. და ამასაც შეეხება რამე ტარიფი? ამას არანაირად არ შეეხება, რა თქმა უნდა, ეს ხალხი არის, ვინც ახლა ევროპაში მუშაობს. და ისინი თავის გამომუშავებულ ფულს აგზავნიან აქ. 2024 წელს მთლიანი ფულადი გზავნილები იყო 3 მილიარდ 360 მილიონი დოლარი. მთლიანი გზავნილება. ძალიან დიდი თანხა, რა თქმა უნდა, ეს არის დაახლოებით 3-ჯერ მეტი 2012-13-14 წლებთან შედარებით. ყველაზე მეტი ამ წლების განმავლობაში ფულადი გზავნილები იყო 2022 წელს 4 მილიარდ 400 მილიონი დაახლოებით და ეს ყველაზე ეს იყო რუსეთიდან პანიკურად დიდი გზავნილების წამოიღეს 47% იყო მაშინ რუსეთიდან მიღებული გზავნილები, შემოსული გზავნილები საქართველოში, მთლიანი გზავნილები შემოსული მასის. ну ახლა ამას არანაირად არ შეეხება, რა თქმა უნდა. ეს რატომ გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან? იმიტომ რომ ევროკავშირი ბევრი ხალხი წავიდა, სწორედ აი ამ. უიზა. კი, ამის გამო ბევრი წავიდა და იქიდან გზავნიან ფულს. უფრო ბევრი ბავშვი დარჩა დედის და ბებიის გარეთ. კი, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ну ახლა იცით რა არის, ახლა ეს შემოსული გზავნილები შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ქვეყნის განვითარების პერსპექტივისთვის მე ამას ვერ უყურებ როგორც დიდ რესურსს. საერთოდ როდესაც სხვა ქვეყნის განვითარებაში დებ ენერგიას ის ენერგია შენთვის არის დაკარგული. რა თქმა უნდა, ის გადასარევია, ბატონო, იქ არიან და ქმნიან იმ ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს. ჩემი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს ისინი არ ქმნიან. ხო, აქ ამბობენ რომ ცოტა თანხა, მაგრამ ეს ქვეყანა უფრო უარეს და უარეს იქნება და საერთოდ ის ყოველთვის შემომუშად დარჩება და მომსახურე პერსონალად. რა თქმა უნდა. და აქ დარჩენის შემთხვევაში მიშულებს მაინც აქვს პერსპექტივა. ხო, ну ამ ქვეყნის განვითარებას რაც შეეხება, ამ ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო არის რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა იყოს აქ. დიახ. გარედან განვითარებს ამ ქვეყანას. გასაგებია, მე მესმის რომ ეს ხალხი კარგი ცხოვრების გამო არავინ არ წასულა, მაგრამ ესეა, რეალურად ესეა რა. ისინი მათი გზავნილები აქ შეიძლება მნიშვნელოვანი აქ დარჩენილი ოჯახის წევრებისთვის, მაგრამ მთლიანად ქვეყნისთვის ფაქტი, რომ შრომითი მიგრაცია ქვეყნიდან არის დიდი და მიგრაციული განწყობები არის მაღალი, ეს თავისთავად ამ ქვეყნის განვითარებისთვის მაინც და მაინც კარგი პერსპექტივები აქვს. არა, საინტერესო არის, ახლა მე არავის არ განვიკითხა უბრალოდ სქემატურად რომ ვიმსჯელოთ. საინტერესო აქ ამბიციები მაღალია, იქ ამბიციები დაბალია რაღაცის მიღწევის. ხო არის კიდევ რა ადამიანი რა მიზანს ისახავს. ანუ იქ მუშაობს, იმიტომ ვთქვათ, კარგად მიირთვას, ვინა იყიდოს ერთი ზედმეტი, არ არის ეს ნორმალური მდგომარეობა. იცით, მე მაქვს ჩატარებული ადრე გამოკითხვა ამ თემაზე. მიგრაციული განწყობები და მოლოდინები. და აღმოჩნდა რომ მოკლე საშუალო და გრძელვადიანი მოლოდინები ჯამში კვეთეს ეს გადაწყვეტილი მოლოდინები ძალიან მაღალი პრინციპში 10-11%-ია თითქმის. ანუ ესეთი მიგრაციული მოლოდინი კი არა რომ აი რაღაც პერსპექტივაში მინდა რაღაც ავიდე. რეალურად რო გადაწყვეტილი ექსასლა ესეთი რაღაც 10%-ამდე იყო ძალიან მაღალია ეს. და რატომ გინდა წასვლა ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ალბათ მაინც არის ის პროპაგანდა, რომელიც საქართველოში მიდის 80-იანი წლების ბოლოდან უწყვეტ რეჟიმში.
რომ ამ ქვეყანაში მაინც არაფერი გამოვა. აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ამ ქვეყანაში არც არავინ ცდილობს რომ რამე გააკეთოს. ეს ხალხი ვისაც ესეა გადაწყვეტილი, არც უფიქრიათ ალბათ რომ ამ ქვეყანაში რამე გააკეთოს. არ ცდილობენ, შეიძლება არ გამოდით არაფერი, მაგრამ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში არ ეთყობა რომ რაღაცნაირად რამე ცდილობდეს რა. და ეს უვიზო მიმოსვლის შეჩერება რამდენად რა შეიძლება დააზარალოს აი ის ხალხი ვეღარ შეძლებს იაფი მუშახელი იყოს ევროკავშირის ქვეყნებში. უვიზო მიმოსვლის შეჩერების ეკონომიკური და სოციალური ზეგავლენა შეიძლება არ იყოს მაინც და მაინც დადებითი, მაგრამ პირველ რიგში გასათვალისწინებელია თუ რა პირობები არის დაყენებული უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისთვის რა. ეს უფრო ეს წინადადება რომელიც ევროკავშირის მხრიდან მე მგონი ახლა ხანს რაც იყო რა ეს წინადადება რაც ევროკავშირის მხრიდან იქნა წარმოდგენილი ეს ძალიან გავს შანტაჟს. ხო, ძალიან ეს არის რეალურად შანტაჟი და ამას თუ აყვები ეს ჩერჩილს აქვს ნათქვამი. თქვენ აერჩიეთ სირცხვილით, ომსა და სირცხვილს შორის თუ აერჩიეთ სირცხვილს, მიიღებთ ჯერ სირცხვილს და მერე ომს. დაახლოებით ესე არის ახლა შანტაჟს თუ დაყვები, ამაზე არ შეჩერდები. ნამდვილად. ამიტომ მე არ გონია რომ ჩვენი არც მთავრობა საქართველოს მოსახლეობა იყოს ისეთი მოკლე მეხსიერების რომ ასე იოლად დაყვეს ამ შანტაჟს. ინაიდან ეს ნუ რა თქმა უნდა ეხა ხერხული ნუ ხა დისკომფორტი იქნება რაღაც შექმნის ეს დისკომფორტი შეეჩერებენ, მაგრამ საფასური რასაც ამ შენარჩუნებისთვის ითხოვენ ძალიან დიდია. და არ ღირს ამ საფასურის გადახდა ჩემი აზრით. თუმცა მე მაინც გონია რომ არ შეჩერდება. სხვათა შორის მე ჩემთვის იმიტომ რომ ეს ბოლოს და ბოლოს მათთვის ვერ მომგებიანი. აი რატო არის მათთვის მომგებიანი? მათთვის ვერ არის მომგებიანი, ვინაიდან ნუ საქართველოსდან გასული იაფი მუშახელი მუშაობს ეგ დაახლოებით ევროკავშირის ადგილობრივების მესამედ ფასში და ქმნის მათ კლიანში და პროდუქტს. ხო? თან კრიმინალებიც კი საყვარელი კრიმინალები არიან, მანიაკები არიან, ნარკვევენ, არაუპატიურებენ, ორგანებით არ ვაჭრობენ. ხო, ალბათ ეგეც არის ახლა, მაგ სპეციფიკას მე არ ვიცნობ მაინც. ეს არის. ამდენად მას მათთვის უფრო მომგებიანია უვიზო რეჟიმის არსებობა. ჩვენთვის მაინც და მაინც კარგი არ არის, ვინაიდან დემოგრაფიული პრობლემა, რომელიც ამ ქვეყანაში დგას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი არის სწორედ ეს მაღალი მიგრაციული განწყობები და მოლოდინები და რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაპროვოცირებელი ფაქტორი არის ეს იული უვიზო მიმოსვლა. სხვათა შორის მე მაქვს ეს ისო შეიძლება ის ჩაკეტვა საერთოდ რაც ხდება თუ გააუქმეს თუ ჩვენ ქრისტიანები და ქრისტიანული მორალი არის ჩვენთვის ქვაკუთხედი ყველა დიდი ბოროტების მიღმა დიდი სიკეთეა იმიტომ ბოროტება თავისთავად არ არსებობს ის არის მიღწევი სიკეთებდი ამდენად რომ დააწესეს ესეც კარგი იყო თუ გააუქმებენ ესეც კარგი იქნება ცელვადიან პერსპექტივაში მაგრამ ძალიან მეკომიკურება მე როცა ვფერო ჩვენ არ დავთმობთ ვიზა ლიბერალი დაულოცულო აფხაზეთი დათმე და ცხინვალის რეგიონი და ცოცხალი ხარ და ვერ გავიგე მე არ გონია რომ მაინც აფხაზეთი და ცხინვალი დავთმეთ არა დათმე შეგვე ყოველთვის არ გამოდიხარ ვიზა ლიბერალიზაცია არ დავთმობ მაგრამ ვიზა ლიბერალიზაციის დათმობა არ დათმობა შენზე არ არის დამოკიდებული ხო თუ უნდა ეს შენ გაქვს მასთან უვიზო მიმოსვლა და არა იმას შენთან ხო? ნუ იმასაც აქვს შენთან მიმოსვლა შენ შეგიძლია დააწესო ვიზები ევროკავშირის მოქალაქეების სხვა რა შეჭირდება არ შეიძლება რუსეთი ხო არ ვართ არას ხო არ შეიძლება არაფერი კი ბატონო მაგრამ ეს ამის გაუქმება და თუ არ გაუქმება მასეა დამოკიდებული ამდენად მე არ მგონია რომ ჩვენ უნდა
რამე ამ საკითხზე რაღაც დიდი მოლოდინები უნდა ქონდეს. გაუქმებენ, არ გაუქმებენ რა. ამაზე ჩემი აზრით საერთოდ არ უნდა ვიდარდოთ ამაზე. ჩვენ გვაქვს გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემები. ეს არის წეღან რასაც ვლაპარაკობდით. ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების შეუქცევადი განვითარების უზრუნველყოფა. ეს არის ყველაზე მთავარი. ხოლო ბოლოს პოტენციალი გამოვიყენოთ. მე მახსოვს პატაკო ხვაშვილი ამბობდა ღმერთმა გაანათლოს მისი სული დააცხონოს, რომ 12 მილიონამდე ადამიანის გამოკვების პოტენციალი აქვს ამ ქვეყანას. 12 მილიონს და მეტის, მაგრამ ესეთ ამას და 3.700.000-ს ვერ ყვებავს ხო ამ ეტაპზე. ამ თემაზე მომიწევს ახლა საუბარი ერთ სპეციალისტთან სოფლის მეურნეობის თაობაზე და ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში აი მოსახლეობის 2.15 და ნაკვეთად ფრაგმენტირებული საშუალოდ 0.8 ჰექტარი მიწის ნაკვეთით საქართველოს სოფლის მაცხოვრებელს რა შანსი აქვს სუბსიდირებული ეკონომიკის სუბსიდირებული სოფლის მეურნეობის მქონე, ну მაგალითად თურქეთში გიგანტურ სოფლის მეურნეობის გიგანტურ წარმოებელთან ან დავუშვათ იგივე რუსეთის ფედერაციის რაღაც თვალუწვდენელი რესურსების მქონე სოფლის მეურნეობის გიგანტებთან. აი 30-იან წლებში ამიტომ ასე გატარდა საქართველოში ძალიან ჭკვიანური პოლიტიკა სოფლის მეურნეობაში, როდესაც საქართველოს როგორც მარცვლეულის წარმოებელი კი არა ჩამოყალიბდა როგორც ძვირი კულტურების წარმოებელი, ჩაი, ციტრუსები, ხილი და ასე შემდეგ სუბტროპიკული კულტურები, ხოლო მთელი მისი ბაზარი იყო საბჭოთა კავშირი. და ამან რეალურად ძალიან დიდი შედეგები გამოიღო საქართველოში. დიახ, იმედია მოვძებნით ჩვენს რაღაც ოდესმე დავიწყებთ ჩვენი პოტენციალის ათვისებას და მოვძებნით ნიშასაც ბაზარსაც, რაც დაგვეხმარება, იმიტომ რომ რაღაც არ უნდა იყოს თული 3.700.000 ადამიანი გამოყვებოდა საშუალო დონეზე აცხოვრო. მაინც ბატონო და ჩვენ გაცემის დრო სამწუხაროდ ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ საინტერესო ინფორმაციისთვის. როგორც ყოველთვის ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს. მე გემშვიდობები ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხუთშაბათს 19:10-ზე ნახვამდის.